ივანიშვილი არის დასამხობი სასამართლო პროცესზე ნათქვამი ამ ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი საქმე აღწრეს. გამოძიება სუსმა დამხობისკენ მოწოდების მუხლით დაიწყო. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ანი ნადარეიშვილმა თავად გაავრცელა. ახალაია 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაშია ბრალდებული და მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაიცავით განათლება დაგვიბრუნეთ პროგრამების სტუდენტების მორიგი საპროტესტო აქცია ოცნების განათლების რეფორმის გასაპროტესტებლად. ახალგაზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ მსვლელობით, თესეუსთან მივიდნენ სიტყვით, გამოვიდნენ და მარშით განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს. საფრანგეთი წითელ ზღვაში ორ საბრძოლო ხომალდს გაგზავნის. ემანუელ მაკრონის თქმით, კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. გარე პროვოკაციებით განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. კვიპროსში განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე ირანული დრონი რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა, თუმცა თეირანი ამას უარყოფს. უკრაინას ირანული დრონების მოგერიებაში დახმარების თხოვნით 11 ქვეყანამ მიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირას გაემგზავრებიან.